სახელითა მამისათა დადისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს. აქ არ ვიყავით, ამიტომ და ჯერ კიდევ წარგზავნა არ ყოფილა ეს დღესასწაული, დღესასწაულება და ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მარიამობას შეგვეწიოს მადლი და იყოს მფარველობა ღვთისმშობლის საფარველისა და ლოცვისა ჩვენს ერზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენ ყველაზე. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. დღეს ესე იგი წაკითხული იქნა სახარება და ჩვენ ყველა მოვისმინეთ სახარებისეული აი ეს ამბავი. და ღვთისაგან ვითხოვთ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდეს განჯის უნარი, რომელიც არის ღვთის ჯილდო მათთვის, ვინც ერთგულად მსახურებს უფალს. როდესაც ეკითხება თუ რა უნდა ვქნა, უფალი პასუხს უბრუნებს, დაიცავი ცნება. მე ამას პატარაობიდან ვაკეთებ პასუხობს. მაშინ თუ გინდა სრული იყოს შენი მსახურება, გაუყავ ყოველი ქონება მონაგები შენი და მაშინ სრული იქნება შენი მსახურება. მაგრამ დაღონდება. ანუ სიწყფელე არ განისაზღვრება არც ქონების უქონლობით, ან ქონების ქონებით, ანუ სიმდიდრით. ღმერთი ჩვენგან არაფერს არ ითხოვს, არც შესაწერი უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი უნდა. სუფთა, წმინდა და ერთგული გული და გონება. გახსოვთ სახარებიდან. ჩვენ ხშირად ვამბობთ ამას. როდესაც უფალი ქადაგებდა ერთმა მსმენელმა ხმა აღიმაღლა და თქვა: კურთხეულ არის მუცელი და კურთხეულ არის ძუძუნი, რომელმაც გიტვირთა და რომელსაც სწოვდი. და მაშინ უფალმა უთხრა, მოუბრუნდა. არამედ მეტარი არის ის, ვინც ისმენს სიტყვას და ასრულებს მას. ეს ჩვენ ყველას გასაგონად ითქვა. და კიდევ გავიმეორეთ, მოციქული ამბობს, ცხონდება არა მსმენელი რჯულისა, არამედ ამსრულებელი ამ რჯულისა, ცნებისა. ღმერთს ვთხოვთ, რომ ღვთით მოგვეცეს განჯის უნარი და რაც მას სურს, იგივე გვსურს ჩვენ. ხოლო უფალს ჩვენი სასუფეველოში ყოფნა, მართლად ცხოვრება ამ ხილულ სამყაროში და მსახურება კეთილგონიერებითა და თავდადებით უფლისა. ღმერთმა შევგაძლებინოს. გილოცავთ ღვთისმშობლის დღესასწაულს და ვევედრებით დღეს მოხსენებულ წმინდანებს. იოანე ვილერი, ვილა არის ბულგარეთში. ჩვენთან აქ არის პეტრიწონის, რომელიც ახლა ბულგარეთში არის, ბაჩკოვოს მონასტრის ღვთისმშობლის ხატი. ქართველების მიერ აშენებული არის ეს მონასტერი. ხოლო იოანე ვილერი იყო დიდი ღვთისმორწმუნე და ერთგული წმინდანი, ადამიანი. და ერთხელაც, როდესაც საოცარიან მისი ძმისშვილი მიდის მასთან სამოღვაწეოდ და მამამისი ძალით წაიყვანს მონასტრიდან. და გზად რომ მიდიან, შხამიანი გველი დაგესლავს ამ ბიჭს, ძმისშვილს და გარდაიცვლება. და ძალიან დამწუხდება მამა და ასევე ძალიან დამწუხდება იოანეც. მოღვაწეობდა ჯერ უდაბნოში და მერე ხის ბუღუროში, ესე იგი დღისით, ძისით, ციცივეში თუ სიცხეში აი ესეთი ასკეტური ღვაწლი ჰქონდა. და შემდეგ იმ გამოქვაბულთან დაიწყო ძმობის შეგროვება და იქ აშენდა დიდი მონასტერი, რომელიც დღესაც ერთ-ერთი გამორჩეული მონასტერი არის აი ამ ბულგარეთში. და აი ეს იოანე ვილერის ლოცვით, რა თქმა უნდა, ძმისშვილი სადაც დაიფლა, იქ მიდიოდა და ამ წუხილს ატარებდა მთელი მოღვაწეობის განმავლობაში. და ღმერთს ევედრებოდა, რომ ამ ბიჭის, ძმისშვილის სული დამკვიდრებული იყო სასუფეველში. მამამაც შეინანა და მერე მასთან მივიდა. და აი ღირსი მამა თავისი ღვაწლით განდიდდა და
საოცარ სიმაღლეს მიაღწია. ვთხოვთ ღირს მამა იოანეს, რომ შეეწიოს თითოეულ ჩვენთაგან და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომ ის ფრიცხელი ღვაწლი, რომელიც მამებმა იტვირთეს, წმინდა მამები ამბობენ, ბოლო დროის, ანუ ჩვენი დროის მამებისთვის, თუნდაც ერთი მცირედი, გულწრფელად ირწვის გამოსახვა და მოკლე ლოცვის თქმაც, ტოლფასი იქნება და ტოლფარდი იმ ღვაწლისა, რომელსაც ჩვენამდე საუკუნეების წინ მამები, მეუდაბნოე მამები, ღირსი მამები აღასრულებდნენ. კვლავაც გამოვითხოვთ უფლისაგან ზეციურ მფარველობას, მადლის მიერ მოქმედებას და ვავედრეთ თითოეული ჩვენთაგანის გულსა და გონებას, რათა ქრისტე იყოს ყოველთვის ყველგან ჩვენთან, ას და უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.